მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ასე ვკითხოთ ტაროს. ანუ რისთვის ბედი მუდმივად აბრუნებს მას შენს ცხოვრებაში. ანუ ესე იგი მიხვდებით ხო, რომ ესე იგი ეს იქნება გაშლა იმათვის, ვისთანაც აი ეს კარმული ჩვენი ძვირფასი ურთიერთობა, მაგრამ მაინც ნახოთ, ვკითხოთ ჩვენ ახლა რა ხდება კითხვები. გამზადებული უკვე მიხვდებით თქვენი სიგნიფიკაცია, ახლა პრინციპში შეიძლება გავაკეთოთ, მოდით გავაკეთოთ ახლა ამ წუთში თქვათ ახლა რა ხდება თქვენ შორის და მე უფრო გავიგებთ ჩვენ ყველაფერს. так, თქვენ შორის ამ წუთში ან თქვენ სივრცეში, ან თქვენ შორის რა ხდება, იმპერატორი, დედა. თქვენ სივრცეში ხდება ეხლა ნახეთ რა ხდება, რა კარგი პოზიციები გამოვიდა. აქ თქვენ შორის ეხლა არის, აქ წავა ეხლა რამდენიმე სიგნიფიკაციას გეტყვით, იმიტომ რომ ეხლა მაინც საჯარო გაშლა არის, ხო? თუ თქვენ იცით რომ დაუშვოთ ეხლა თქვენ არც გათხოვილი ხართ, არც არაფერი არ ხართ, იმიტომ რომ თუ გათხოვილი ხარ, შეიძლება არის დაუშვოთ ეხლა სიტუაცია, როცა თქვენ ქმარი ყავთ დაუშვოთ და ეს ადამიანის თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუ ეს თქვენი ქმარი არის, ესე იგი ეხლა არის როგორი მომენტი, თქვენ ქმარს უნდა რომ თქვა და თუნდაც აი ქმარიც რომ ყავდეთ და ისეც თუ პარტნიორი არის მარტო თქვენი და არავინ არ ყავს მაგას სხვა. აქ უბრალოდ როგორი ისტორია არის, რომ თქვენი პარტნიორი დადგა ისეთ პოზიციაზე, რომ მე ვარ აქ მთავარი, მოდით ასე ვთქვათ. ანუ მე როგორც მინდა, ისე უნდა იყოს ყველაფერი. და შეიძლება რამე ან პრეტენზიები გითხრათ, ან შეიძლება თავისი რაღაცა ვთქვათ პირობები გითხრათ, ხო? და თქვენ თქვით, რომ არა, მე ჩემი ფასი ვიცი, მე არ მოვიქცევი ისე როგორც შენ გინდა, იმიტომ რომ შეიძლება აქ ამას თავისი კი. და სხვათა შორის აქ როგორი მომენტი არის, იცით, თქვენ აქ შეიცვალეთ ეტყობა ან პოზიცია შეცვალეთ, გამიგეთ რა ხდება. და ეს მაგისთვის იყო ძალიან აი უცნაური, უცხო და შეიძლება ან თქვენ ხადეკით და სიტყვაზე კიდე როგორი მომენტი შეიძლება იყოს, არ დაემორჩილეთ, ეგაც შეიძლება იყოს აქ. ან თქვენ ეხა თქვენთვის კი მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მაგრამ მაინც გააკეთეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ რა. იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ახლა ეგ არის, ანუ ქალი, რომელმაც იცის თავისი ფასი, ან შეიძლება მან გასწავლოთ თქვენი ფასი უკვე, თავისი ქცევებით, მოდით ასე ვთქვათ. ეხლა მაგისთვის ეს არის უცნაური სიტუაცია, შეიძლება ხამეც არ ძინავს, შეიძლება ეწყინა კიდევაც, რომ თქვენ არ დაემორჩილეთ, თქვენ არ მოიქეცეთ ისე, როგორც თქვათ მას უნდოდა, კი ბატონო და ანუ როგორი სიტუაცია, იცით, რომ შეიძლება ადამიანი ეხლა ხდება, რომ ისე როგორც თქვათ, ყოველთვის მე მინდოდა, ისე არ არის რა. და ამისთვის ეს არის ძნელი მისაღები. ეხლა რომ ანუ თითქოს რაღაცა დამთავრდა ჩემი ისეთი ბედნიერება და ეგო, მისი ეგოს თქვათ, ყვება დამთავრებულია. გამიგეთ და მაგისთვის ეს პრინციპში ძნელია მაგის მიღება, იმიტომ რომ მიჩვეული არის იმას, რომ თქვენ ეტყობა აკეთებდეთ და იქცევდეთ ისე, როგორც მისთვის იყო მისაღები და ანუ ან დაუშვოთ ყოველთვის მასე იქცევდა ეს ადამიანი რა, ისე როგორც მას უნდოდა და ეხლა ეს შეწყდა, აღარ ხართ უკვე, აღარ იქცევით და ეხლა ბევრი ფიქრები აქ ამ ადამიანს. ნახოთ ეხლა ჩვენ ვკითხოთ ტაროს, თუ იცანით თქვენი სიტუაცია, თუ მოხდა თქვენ შორის მაგდაგვარი რამ, ვკითხოთ ჩვენ ახლა უკვე ტაროს. ანუ რატომ ჩდება ის კვლავ და კვლავ შენს ცხოვრებაში? რადგან უკვე ვკითხოთ, რომ შეიძლება ახლა დაუშვოთ, აქ ახლა ვერ გამოვრიცხავ, რომ თქვა დაუშვოთ თქვენ ახლა ამას კი უნდა, რომ გამოჩნდეს თქვენ არ იღებთ, ეგაც შეიძლება იყოს აქ, არა უშავს, ნახოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ რა გაკვეთილს უნდა აითვისო ამ შემთხვევაში, ამ შეხვედრებით, უკაცრავად, ამ შეხვედრებით.
ცოტა ღრმა კითხვები მაქვს, როგორც ყოველთვის. გითხოთ ახლა რა გაკავშირებს ანუ სულის და კარმის დონეზე. რა უნდა გაიგო აი მაშინ სანამ ეს ადამიანი არის შენთან. იმიტომ რომ ხო აკეთობა რა ვიცი შეიძლება გაკ სტაბილურს მაჩვენებენ. Ну, არ ვიცი, რადგან ეგეთი კითხვები გამამზადებ, კითხოთ, რა ვიცი, აბა ნახავ, თქვენ თუ მიხვდებით, რომ თქვენი აიღათ რა. ვნახოთ ახლა, რა იქნება თუ მიიღებ ამ დაბრუნებას. იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანი რა ვიცი დაბრუნდეს. ხო? აქ სოთრეს ვიღაცა იყო წასული. სადღაც. ანუ ახლაც შეიძლება მანძილი იყოს ვიღაცასთან. так, შემდეგი ახლა რა იქნება თუ შენ ახლა იწვი უარს ამ გზაზე და ესაც ვკითხოთ. რა არის ბედის ნამდვილი ზრახვა თქვენს ურთიერთობაში? ანუ რატო რა ხდება? так, ეხლა მე ცოტას აგწევ რომ თქვენ კარგად დაინახოთ. ეხლა ასეთ ფორმატში ვიღებ ცოტა ხანი და მე დაგიბრუნდებით ისე. ხო? მაგრამ ესეც კაი ფორმატია, მე ვფიქრობ თქვენთვისაც სასიამოვნო რომ კარგ ხედავთ, უფრო კარგად. მოდით ვნახოთ ეხლა, ანუ პირველი კითხვა ჩვენ გქონდა, რატომ ჩდება ის კვლავ და კვლავ თქვენს ცხოვრებაში? რატომ? იმიტომ რომ არ შეუძლია მაგას ცუდად ხვდება ეს ადამიანი და ამიტომაც ჩდება თქვენს ცხოვრებაში. სულ, იმიტომ რომ რაღაცა ეთყობა თქვენს გარეშეც შეუძლებელია მისი ცხოვრება. სულ ფიქრობს, აკაც ხო გვანახეს, ნახეთ, თქვენ ხართ, მოკლედ ამ ადამიანის რაღაც ესეთი აი უძილო ღამეები რა. იმიტომ რომ არ შეუძლია თქვენს გარეშე, სხვათაშორის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს ბევრჯერ ქონდა ალბათ ნაფიქრებელი ის, რომ всё, უნდა დავასრულო, მე აღარ შემიძლია, უნდა დავსვა წერტილი, მაგრამ ისევ და ისევ აბრუნებენ, იმიტომ რომ ეთყობა რაღაც არა გაქვთ ჯერ კიდე დასრულებული რა. კიდე უფრო მაჩვენეთ მიზეზი. რატომ და იმიტომ რომ გასავლელი გაქვთ თქვენ გზა ისევ გაიგეთ რა ხდება. ნახეთ, ორი მაღალი არკანი, თან როგორი ძლიერი ყურომი და იეროფანტი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები ხართ თქვენ ჯერ ერთ, იმიტომ რომ უკვე მაღალი არკანები წავე და ერთმანეთისთვის თქვენ გაქვთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გზა გასავლელი. აი აქ რატომ ისევ და ისევ ეს ადამიანი ჩდება შენ ცხოვრებაში არის აი ზუსტად ეს მომენტი რომ აი ღრმა რაღაცა გაქვთ თქვენ აქ გასავლელი ბევრი გაკვეთილებიც გაქვთ გასავლელი რა ბევრი რამ უნდა ისწავლოთ თქვენ და აი ნახეთ და даже მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ორივენი სწავლობენ ძალიან ბევრ რაღაცა სამურთიერთობაში იცოდეთ. თან პლუს კიდე ხა ორივე ისეთი არკანი არის რომ მეც გასწავლე შენს მასწავლი. და ეს არის მტკივნეული გზა კი არის, მაგრამ ეთყობა რამდენიმე ჯერ უნდა გაიაროთ. თქვენ რაღაცები ეგ არის ზუსტად რომ თქვა შეიძლება რაღაც ციკლი გაიარათ ისევ თქვათ უნდა ისწავლოს მან უეჭველი უნდა ისწავლოს აქ რაღაცა, იმიტომ რომ ხა მაგრამ მე რაღაც ვეთყოდი რომ ორივენი სწავლობ თქვენ. რაღაცა ეტაპს გაევლით, მე ისევ გაბრუნები, რაღაცა ეტაპს გაევლით, ისევ გაბრუნებენ, რომ იმიტომ რომ თქვენ აქ გაქვთ რა თქმა უნდა ეს არის კარმული ურთიერთობა, ყველა ვარიანტში 1000%-იანი ეს არის ურთიერთობა, სადაც რა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ეს არის აი უმნიშვნელოვანი სიწყვილი, ანუ აქ შეხვედრა არ იყო ტყუილა უბრალოდ ვიღაცა არ არის ეს გამლელი ნამდვილად თქვენს ცხოვრებაში. არც თქვენ მისთვის, რო იცოდეთ. ნახოთ რა გაკვეთილი უნდა აითვისოთ ამ შეხვედრებით. რა გაკვეთილი, ნახეთ სულ კიდე მაღალი არკანები. რა გაკვეთილი უნდა აითვისოთ, რომ აი ის აქ ნახეთ ახლა გაკვეთილი რომ წინ სulis, იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაცას ვსწავლობთ, მე უნდა გავიაროთ, ხო რაღაცა უნდა შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში. აქ სული ვიზის ჩვენ რომ მოვიდა აქ ქრისტეს განვითარებისთვის და ამიტომ იმისთვის რომ მოხდეს თქვენი განვითარება,
აი ეს არის თქვენი გაკვეთილი ერთ-ერთება, ნახოთ ახლა რა შეე, ახლა რას გულისხმობთ თქვენ, ერთად უნდა რაღაცა თქვენ შეიძლება რა არის ისეთ რაღაც მისია შეიძლება გქონდეთ ერთად. ნახეთ, მისია რო ვამბობთ, შეიძლება რა იყოს დაუშვათ თქვენ სიტყვაზე აი თუნდაც მოდით აი უარყოფითი რო ავიღოთ, ხო? აი შემოდის ესეთი ადამიანი თქვათ, თქვენ ცხოვრებაში რომ თქვენ ფიქრობდით რომ კარგად იქნებით, აი ძალიან თქვათ შეიძლება ფულიანი კაციც იყო აქ სიტყვაზე, ხო? და ეს ადამიანი გეუბნებოდ რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენ თქვათ არ იმუშაო, ხო, იყავი სახლში. თავიდან შეიძლება ეს გაგიხარდ, ეს მაგალითი, ეს არ არის ამ ისტორიის სიტუაცია, უბრალოდ გეუბნებით, შეიძლება ზოგისთვის ერეზონირდება ესეც. და გეუბნებათ რომ მოდი ეხლა შენ იყავი სახლში, არ წახვიდე, არ ემუშაო თქვათ, ხო, მე ყველაფერზე ვიზრუნებ თავიდან, შეიძლება ეგრე იყოს, შეიძლება მართლა ზოგისთვის მასეც იყო რომ მართლა ზრუნავდა, მაგრამ მერე ხდება ისეთი მომენტები, რომ თქვენ ეხლა ხვდებით, რომ უკვე დავიღალე ამდენი, ну, თქვათ ამ სიტუაციით, რომ სადაც ეხლა სახლში ვარ, კი შეიძლება თავიდან გიხაროთ, მაგრამ მერე იღლება ადამიანი რა, რომ უკვე აღარ მინდა რა, უკვე აღარ მახარებს, მე უკვე ესეთი ცხოვრება, რომ თქვათ, სადაც აი, ну, ყველაფერი მზამზარეულიც მაქვს, ეგაც არსებობს. ეხლა ვიღაცა შევეწყოს ნეტამ ასე მითხრეს და არა, დამიჯერეთ, რომ ესეც ბეზრდება. მაგრამ მერე ხდება რაღაცა მომენტი ისეთი, რომ ეს ადამიანი ისე იქცევა ან რაღაცა სიტუაციები არის, რომ თქვენ დაუშვათ გადაწყვეტილებას იღებთ, რომ всё, მე თვითონაც რაღაცა უნდა გავაკეთო, მე აღარ მინდა ეს სახლში ჯდომა. და ამისთვის ეს არის გაუგებარი სიტუაცია, დაუშვოთ, ხო? ну, აი ეს პროცესი რა, მაგრამ თქვენთვის რა არის აქ კარგი? ის, რომ თქვენ დაუშვოთ ეხლა ან თქვათ უარი თქვა, უკვე ან ფული გამოელია, ну, რაღაცა მოხდა რა, სიტუაციები ყველა სხვადასხვა და თქვენ მერე აი თქვათ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ისე რა ქვია, უნდა წავიდე ვიმუშაო. შეიძლება დაუშვათ ისა საზღვარგარეთ წახვედეთ სამუშაოდ. ну, რაღაცა მომენტი მოხდა, მაგრამ ეს კარგი არის თქვენთვის, იმიტომ რომ აქ იწყება ცვლილება. თქვენ მიდიხართ იქ, სადაც თქვათ, სადაც უნდა მისულიყავით თქვენ სულის გეგმით, მაგრამ არ მიდიოდეთ და აი ზუსტად აქ არის რომ თქვენ თითქოს აი რაღაცა სხვა რაღაცა იღვიძებს, გამიგეთ? აი ეს გაკვეთილი თქვენს რაღაცა ბიძგს აძლევთ მაგას. ანუ ეს არის რაღაცა თქვენი აი გაკვეთილი აქ ისე რომ ვთქვათ რა, რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცა ხო, ორივეს უნდა გქონდეს რაღაცა წინსვლა, მაგრამ ეს ზრდა რაღაცა, ხო? ცვლილება თქვენში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ზუსტად აი როცა შეიძლება თქვენ თქვათ რამეზე, აი რო იჭუბებთ თქვათ ან რაღაცა პაუზები, რაღაცა მომენტები, რაცა გაქვთ, უცბად შეიძლება, არაფერი არ არის თქვათ კარგად ხარ და მე უცბად რაღაცა მოხდება და ეს რისთვის არის? იმისათვის, რომ თქვენ აი აქ გადეხართ აქ ძალიან ძლიერ გაკვეთილებს გადეხართ. უძლიერეს რა, ბევრ რაღაცებს იტანთ თქვენ და შეიძლება რა, ისიც და თქვენს რა. არ გეგონოთ მარტო თქვენ აქ ტანჯებით, არა. არავითარ შემთხვევაში. ну, ტანჯვა რა, კი, არ არის როცა რამე არასასიამოვნო ჩვენთვის ხდება, ვფიქრობთ რომ ვიტანჯებ. ანუ მივხვდეთ ახლა, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა გაკავშირებთ თქვენ სულის და კარმის დონეზე. რა იმპერატორი გაკავშირეთ, ну, ეხა ეს როგორი მომენტი არის, იცით, პირველ რიგში ნახეთ, სულ მაღალი რკანა ხვდებით რა ხდება აქ. ანუ მე არ გამოვრიცხავ, ნახეთ, აქაც იმპერატორი, აქაც ეგრევე გამოვიდა. უბრალოდ ერთი რამ მინდა დავაზუსტო, ეს ეხლა ნახეთ, ეს ადამიანი აი თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გეტყვით, რომ თქვენ ორივენი ხართ ერთმანეთის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ადამიანი მოდის თქვენთან იმისთვის, რომ ამასთან მართლა ძალიან ბევრი რაღაცები გაქვთ გასავლელი და ისწავლეთ ბევრ რამეს. პლუს კიდე ეს ადამიანი არის, ნახეთ, ესე იგი სულის დონეზე უეჭველი თქვენი სული უკვე არა ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს,
არაერთხელ უკვე თქვენ ერთმანეთს ეხმარებოდ, მე არ გამორიცხავ, თქვენი ქმარიც იყო წინა ცხოვრებაში, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თქვენ ახლა ეს ადამიანი სულის დონეზე და კარმის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შეიძლება თქვენ დაუშვათ ისე უეცრად გაიცანეთ ეს ადამიანი, რომ აი გაგიკვირდათ, მაგრამ იცანეთ. ნუ ეს კარმული ურთიერთობებში ხშირი არის ეს თემა, რომ ეგრევე ვიცანი, ეგრევე რაღაცა თქვათ, ახლა რომ დავინახე თუ არა მივხვდი, მაგრამ ეს არის იმისთვის მოსული, რომ თქვენ სიყვარულის მეშვეობით ბევრი რაღაცა უნდა გესწავლათ და ეს ადამიანი თქვენ რაღაცას გიხსნით თქვენს გზას. ნუ აქ ხო ხედავთ ისე ყურუმი და იეროფანტე. ნუ ეხლა ეს რა ვიცი. სხვათა შორის აქ თუ გაქვთ თქვენ სხვაობა, ანუ ამ ასაკში შეიძლება რელიგიაში, შეიძლება ეროვნებაში, ბევრ რაღაცებში, ხო? რომც იყოს აი აქ სხვაობა, სხვათა შორის ამ ადამიანისთვის ეს არის ნახეთ რა საინტერესო გაკვეთილი არის რა, რომ შეიძლება თქვა ვისაც გაქვთ აი ეს სხვაობები. თქვენ აქ ყველაფრის მიუხედავად ეს არის მტკივნეული სიტუაცია, ხა ნახე, შენ როცა დაუშვათ შეგიყვარდა ადამიანი, სოციუმისთვის მისაღები, ყველას უხარია, მშობლებისთვის, თქვათ, რა ვიცი, ნათესავებისთვის, ნუ მაგაზადვილი რა არის. როცა შენ გიყვარდება ადამიანი, თქვათ, ახლა სხვა ეროვნების, სხვა ერის, სხვა რელიგიის, თქვან, ასაკში სხვაობა დაუშვათ, გინდა იქით, გინდა აქეთ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ სოციუმს არაფერი არ მოსწონს, რაც არ უნდა იყოს და ყველაფერში მაინც იპოვის რამეს და შენ უნდა გაიარო ეს გაკვეთილი, წარმოგიდგენიათ, ეხლა შენ უნდა გაიარო ეს გაკვეთილი და ეს ადამიანი თვითონაც ვერ ხვდება, რომ რა ხდება, რა მიზიდავს, რა არის, ეხლა აი მაგის გარეშე ვერ უცლებ რა. მიხვდეთ, მაგრამ ეს სხვაობაც კი ძალიან შეიძლება მაგაზე აწვება, მაგრამ მაინც მიდის ამ ურთიერთობაში, მაინც იზიდავს ეს ურთიერთობა, გამიგეთ, მაინც შედეს ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ აქ ორივე არკანი ძალიან ტრანსფორმაციული, გამიგეთ რა ხდება. ანუ ეხლა ჩვენ აქ ხვდებით იმას, რომ ესე იგი ეს თქვენი სულის დონეზე ეს არის ადამიანი, აი ეს კარმულად თქვენ გაქვთ ამ ადამიანთან ასე წოდებული თქვათ ხელშეკრულება და ეს ადამიანი მოვიდა თქვენთან ისე დროს, როცა იყო საჭირო, მაგრამ აქ ნახეთ, რომ 10-იანი პენტაკლებიც არის, პენტაკლების ბოდიში თასების, ანუ სიყვარულისთვის. აქ სიყვარულის მეშვეობით თქვენ კი სიყვარულის მეშვეობით, კი მოვიდა თქვენთან სიყვარულით. თქვენ ხართ მისთვის საყვარელი ქალი და შეიძლება ხო გეუბნებით ეს ურთიერთობა არ არის პირველი თქვენი სულების უეჭველი თქვენ უკვე არაერთხელ თუ არ ვეტყვი რომ აი ნუ საჯარო გაშლა, მაგრამ მაინც შემიძლია ამ პოზიციასაც თქვა, რომ თქვენ სულ ყოველთვის ერთმანეთს ხვდებით, იმიტომ რომ თქვენ ნუ არ აქვს მნიშვნელობა თქვა პირველი რომელი მოდის, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვაობა ისევ არის, შეიძლება თქვა გოგო მოვიდა პირველი, მე ბიჭი დაეწია, მაგრამ თქვენ შეიძლება აი ნახეთ გადიხართ გაკვეთილებს კი ბატონო, მაგრამ რატომღაც მოდის რა კომფორტულად ეს რას ნიშნავს, როცა არის სიყვარული კი არის მტკივნეული, არის კი თქვენ მოგონიათ როგორც გითხარით რომ მარტო თქვენ განიცდეთ, ესეც განიცდეთ ძალიან რა, მაგრამ რომ ის კაცისთვის კიდე ვერ ძნელია რომ გაიგოს ვაფშე რა ხდება ღმერთო ჩემო, რატომ ემართება ეს ყველაფერი და რა თმინდა ეს ყველაფერი, მაგათთვის უფრო ძნელია რა, იმიტომ რომ აქ შეიძლება რაღაცა თქვენ რა ვიცი მე რა უთხარით ამისთან. ხო და ამასთავი დავანებოთ. აი აქ ნახეთ, მაგრამ აი აქ რაღაცა ისეთი სიყვარული გეძლევა თქვენ გემრიელი სიყვარული, გამიგეთ, რომ კი გადიხართ, კი იზრდებით, კი არის აქ ბევრი რაღაცა, მაგრამ ეს ადამიანი, ანუ მან აიღო ძალიან ისეთი ძლიერი ამოცანები, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ. გამიგეთ და ამიტომ ბრუნდება სულ გეძებს, სულ ბრუნდება ეს ადამიანი რა, სულ. დაბრუნება ყოველთვის, იმიტომ რომ რაღაც კარგად გადიხართ თქვენ ეთყობა
ეს როგორ არის, იცით, რომ კომფორტულად კი ვსწავლობ, მაგრამ კომფორტულად ვსწავლობ რა. აი ეგეთ რამე. Так, შემდეგი ვნახოთ ახლა. რა უნდა გაიგო შენ, სანამ ის არის შენთან. რა უნდა გაიგო შენ. ზუსტად გეუბნები, უნდა გაიგო. გასაგებია, უნდა გაიგოს რა. ითქვა გვაქვს ჩვენ, რა უნდა გაიგოს. რა უნდა გაიგოს. სანამ ის თქვენთან არის. იცით რა არის? აი თქვენი პირადი ძალა უნდა მოიკრიფოთ თქვენ აქ, იმიტომ რომ ორიანი არის ხმალების აქ, როცა თქვენ უნდა შეივსოთ ახალი ენერგიები. თან აქ ნახეთ, გოგო ზის ეკლესიაში, რაშვებით ჩვენ ეკლესიაში ვლოცულობთ და პლუს კიდე, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი თქვენ როგორ, მე რო შევდივარ ეკლესიაში, მე ისეთ ენერგიაში აი ვცურავ. ანუ რა იქ არის სასწაული ენერგეტიკა, სასწაული, მე ვგიჟდები, იმიტომ რომ აი მცხეთაში რომ მივა ყველა კედელთან მივდევა, ჩავეხუტები ხოლმე და თითქოს აი ვიღებ რაღაც ისეთ ენერგიას, რომ აი ვერ აგეხსერთ, აგიღეთ თქვენ ალბათ რა თქმა უნდა, ვინც ხა ყველა დადეხართ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ვინც დადეხართ და აი ეს არის ზუსტად უნდა შეივსოთ ახალი ენერგიით, გამიგეთ, იმიტომ რომ სანამ მის გვერდით ხართ, რაღაც აი ნახეთ ეს გოგო რო გაი თითქოს მედიტაციაში ზის და იღებს აი ნახეთ ხმალები მიდის ქვემოთ, ხო? ანუ ესე იგი მიწიდან როცა იღებს აი ენერგიას, აი მისგან უნდა აიღოთ ენერგია. რა უნდა გაიგოთ კიდე? აი ესეც უნდა გაიგოთ პრინციპში, ნახეთ, ახლა აქ ძალიან კარმული წავიდა გაშლა. ისეც უნდა გაიგოთ, რომ თქვენ, ახლა ეს ადამიანი, როცა მოდის თქვენთან და ჭდება, მართლა გაძლევთ თქვენ რაღაცა ის თბილ ენერგიას, სიყვარულო ენერგიას გაძლევთ, გამიგეთ? იმიტომ რომ ეს ენერგია მერე თქვენ გეხმარება და თქვენ მერე ცვლით, როცა თქვა თქვენ შორდებით, თქვენ ამ ენერგიით ცხოვრობთ. მიხვდით რა ხდება? ან თქვათ ახლა რამე უსიამოვნება თუ არის, ხო? და ნახოთ, აბა კიდე ხა და მე ვკითხოთ, ახლა კიდე მე გეტყოთ რაღაცებს, просто მაინტერესებს შემდეგი პოზიციები რა არის. რას გვეტყვიან? ანუ так. რა იქნება თუ შენ მიიღებ მის დაბრუნებას? აი შენი ყურმად გახსნა, ხო ხედავ აქაც. გეუბნები, ეს ადამიანი მოვიდა თქვენზე სამუშაოდ, თქვენზე მუშაობს, აი კიდევ გავიმეორებ და გავიმესამებ, რომ ეს ადამიანი კიდე უფრო რთულ მდგომარეობაში არის ვიდრე თქვენ. იმიტომ რომ ეს ადამიანი ახლა ჯერ პირველ რიგში შენ უნდა აიღო მისგან ენერგია, უნდა გამოწრუპო, რომ იტყვიან რა, გამოწრუპო, შეივსო ბოლომდე, მიხვდეთ? აი შეივსო ბოლომდე, იმისათვის რომ რესურსი გქონდეს შენ. იმისათვის რომ შენ მერე რაღაცები შენ ცხოვრებაში, შეცვალო დაუშვოთ, სასარგებლოდ სხვებისთვისაც თუნდაც, ხო? და არა მხოლოდ შენთვის. ეხლა ნახეთ რა ხდება. რა იქნება თუ ესე იგი შენ მიიღებ ამ დაბრუნებას, გოგოებო, აქ თქვენში ძალიან დიდი გახსნა წავა, რაღაცა აი შეიძლება ენერგია კოლომის არის უძლიერესი რა, იმიტომ რომ საკრალური ცოდნის გახსნა, რაღაცა ნიჭის გახსნა, ცხოვრება, რა თქმა უნდა, თქვენი არ იქნება როგორიც იყო, იმიტომ რომ ყურუმში შესვლა ეს არის, უძლიერესი, ინტუიციის გახსნა, ბევრ რაღაცას ადამიანი მოვიდა თქვენში, ნახეთ აქ მოვიდა მაგის როლში რა, და ახლა აწოდებს გოგოს ვარდს, მე დაგეხმარები, გამიგეთ რა ხდება, რაღაცა სწავლი გაშლა. და ვნახოთ, აბა თუ ესე რა ქვია, რა არის ეს? კი ბატონო, კი. როგორც გითხარით რა, ეს არის როგორ, ძალიან გემრიელ ენერგიას გახსნის ეს ადამიანი თქვენთვის. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო სექსუალური ენერგიას გახსნის თქვენ და გამოჩნდებით, თქვენ გამოაჩენს თქვენს ნიჭს, თუ დაუშვოთ თქვენ რამეს ახალს ისწავლეთ, დაუშვოთ, ხო?
ყველა ვარიანტში კარგად წავა თქვენი საქმე, გამიგეთ? ყველა ვარიანტში თქვენ იქნებით ბედნიერი და კმაყოფილი ძალიან, იმიტომ რომ აი თქვენ თვითონ შეიცვლებით, აი უზომოთ რა, იმიტომ რომ როცა შედიხარ ყურუმის ენერგიაში, შენ უკვე აღარ ხარ ისეთი როგორიც იყავე მაგამდე, გამიგეთ? აქაც ახლა გვერდხების დედოფალე, თქვენი ენერგია უფრო და უფრო გაიხსნება, უფრო შეივსებეთ, გამიგეთ? აქ კარგი პერიოდი გელოდება ძალიან, თუ მაგის დაბრუნებას თქვენ მიიღებთ და ნახოთ თუ დაუშვოთ შენ უარს ეტყვი, ახალ კიდე გაკვეთილებში რა. ესე იგი გაკვეთილი ვერ ისწავლე. გამიგეთ რა ხდება? თუ კიდე უარს ეტყვი. ამ გზაზე, ამ ადამიანთან გზაზე. ეხლა ნახეთ, აქ მე ვერ ვხედავ რას, რო თქვათ ადამიანი იყოს აბიუზი, ადამიანი იყოს ნარცისი, ადამიანი იყოს, თქვათ ეხლა ლოთი, ბრადიაგა ვიღაცა, რა ვიცი, ნარკომანი. არა. მე აქ ვხედავ ნორმალური ადამიანს, რომელიც არის ხასიათა, იმიტომ რომ იმპერატორი ბოდიში და ძალიან ხასიათა, ისეთი ტიპი, რომელიც მე რასაც ვიტყვი, ის იქნება, თუ ვერ გავიგე პირველი პუნქტი წაიკითხე და უბრუნდე. აქ თქვენ უბრალოდ რო არ ემორჩილებით და არ იქცევით ისე, როგორც მას უნდა, შეიძლება იყოს აქ ბევრი რაღაც სიტუაციები, მაგრამ აი ეხლა რაც ხდება, აი აქ ჩვენ გვაძლევენ, გვეუბნებიან საერთოდ აი ბაზა რო არის, ხო იცით, აი ძირი სიტუაციის, რომ რისთვის არის ადამიანი მოსული. თან მიდუმეთეთ, აქ არის სიყვარული, არის აქ სიყვარული. აქ ადამიანი რომ ბრუნდება თქვენთან, ბრუნდება სიყვარულით, გამიგეთ, თქვენს ელოდებით მაგას, იმიტომ რომ თქვენს გიყვართ ეს ადამიანი ძალიან. და სხვათა შორის აი კიდევაც ახლა მე იცით თქვენ რომ მე ბევრს მუშაობ ძალიან წყვილებთან, ვისაც აქვს სხვაობა ასაკში, ხო, ძალიან ისეთი და შემიძლია გითხრათ რომ არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ იქ ძალიან მაგარი ტრანსფორმაციები მიდის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უცნაური არის, ვერ ხსნის საერთოდ რა ხდება რა, ძალიან მართლა ბევრი რაღაცა უცნაურები. მე მგონი რაღაც ვიდეოც მაქვს ჩაწერილი, აღარ მახსოვს რუსულად თუ ქართულად, მერე თუ გინდათ ჩაგიწერთ კიდე ამ სხვაობაზე. იმიტომ რომ მე ყველა ურთიერთობებს ვაანალიზებ, სწავლობ, მაინტერესებს სხვადასხვა კუთხიდან, გამიგეთ და ამიტომ გეუბნებით, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს კიდე უფრო ხსნის რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ ხო სულ გვაქვს წინსვლა ხო სულ არის სულ და ამიტომ ეხლა ამ წინსვლას ეს გასწავლის, ეს მოდის უკვე ნახეთ სხვა ენერგიებით მოდის ეს ადამიანი, აი აქ და ხედავთ კარგად თქვენ სხვა ენერგიით მოდის და გასწავლის იმას, რომ შენ კი შეიძლება არ გსიამოვნებს, ხო? რაღაც მომენტები, მაგრამ ის გასწავლის, შენ ისევ შენთვის სასარგებლოდ გასწავლის, რომ შენს იყო ახალი და შენს ახლა ახალი ენერგიები, თქვა, თუ ემსახურები საზოგადოებას თუნდაც, ხო? თუ შეგიძლია თქვა, სხვებსაც დაეხმარო სხვანაირად, გამიგეთ რა ხდება? და ამიტომ გეუბნებიან, აქ შენ მაქსიმალურად აიღე, როცა ეს მოდის შენთან, შეივსე ამ ენერგიები და შენ თვითონაც შეიცვლები, აქ დაჟე სიყვარულის თემაშიც ბევრი რაღაცა ცვლილება გექნება თქვენ, რა თქმა უნდა, შენ როცა თვითონ აივსები ამ ცოდნით, ამ სიყვარულით და ამ ენერგიებით, მე შენ სხვებსაც დაეხმარები, მაგრამ თუ შენ დაუშვათ ამაზე უარს ეტყვი, ხო? მე არ გიბიძგებ თქვენ, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა და მე ახლა აქ არ შემიძლია 1000% თქვენ გითხრათ, რომ არა ასე ქენია. თუ იღებ და თუ თქვენია და თუ რეზონირდებათ, აიღეთ, იმიტომ რომ ეს მე საერთოდ რჩევებს არ ვაძლევ, რომ არა დარჩა ამ ურთიერთობაში, არა წადე ამ ურთიერთობას, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ეს უბრალოდ რას ნიშნავს? პარტნიორი მოვიდა, თან მნიშვნელოვანი იმპერატორი მოვიდა, ხო, აქაც იმპერატორად მოგვივლინა მაგის ენერგიაში, მოგვივლინა просто შეხედეთ რა არკანები, რომ ეგრევე ეთყობა, რომ ადამიანი მნიშვნელოვანი მოვიდა. შენ შეგიძლია თქვა უარი, რომ აღარ შემიძლია, რომ იმპერატორი სატანა არ არის სადილე თქვენ რომ იცოდეთ რა თქმა უნდა, იმის ხასიათი ტიპია რა, პლუს კიდე მაგის არკანში, აქ შეიძლება манипуляციებიც გქონდეს, რაღაცები, რა თქმა უნდა, პროვოკაციებიც იქნება და манипуляციებიც გქონდეს, მაგრამ ამას გული აქვს რაღაცა ძალიან კარგი, მიხვდეთ? მაინც მისი გულიც მიისწრაფება თქვენთან, რომ კარგად გრძნობთ თავს, როცა ერთად ხართ, კარგად გრძნობთ თავს. ხო და ეს გაძლევთ თქვენ ძალას.
იმ ძალას, რომ თქვენ ეს სირთულეები სულ ყველა გადაიტანოთ, გამიგეთ რა ხდება და თქვენ შეცვალოთ. თუნდაც აი სიყვარულის სადმე თქვენი მიდგომა, ხო? და თან პლუს კიდე თქვენში იხსნება რაღაცა კიდე ისეთი ენერგიები, რომ შეიძლება თქვენთვის ვაფშე უცნაური იყოს. ეხლა ნუ არ არის, ეხლა კი არიან ზოგი თქვათ, ეხლა ბებიების ბაბოები იყვნენ ისინი, რა ქვია, კურუმები და ის, ნუ, ხო ხდებით. მაგრამ ზოგი არ არის, ეხლა მე მაგალითად არ ვიყავი ეგრე რა. მე სულ ვიძახე ხოლმე შემოსწავლებს ვეუბნე მე ქუჩიდან მოსული ვარ რა. ნუ ეს მე ასე ხუმრობ, რა თქმა უნდა, ხა სულ სიმხელა გამოცდილებაა გამოვლილი, რომ ეს მერე და მერე გავიგე, როცა ეს ყურუმი გაიხსნე ჩემში მაგალითად, ხო? აი თქვენც ხართ ეხლა ასეთ ამ ადამიანის მეშვეობით თქვენში ისეთი ენერგიები იხსნება, რომ აი რა ვიცი, გაოცდებით რა. იმიტომ რომ თვითონაც გაგიკვირდებათ, რომ ეს საიდან რა ხდება, ვერ გავიგე. ხო და თუ არა და მე ისევ გადიხარ, ან შეიძლება სხვა ადამიანი მოვიდეს, მაგრამ მაინც გაივლი ამ გაკვეთილი სული, რასაც ჩაიფიქრებს და რაც მოვიდა, ხო, ხელშეკრულება, რაც არის, მეჭედე დართქმული არის და უნდა გაიარო. არ იქნე პეტრესთან მოვა პავლე, გამიგეთ, პავლესთან არ გინდა კიდე მოვა მაქსიმა, რა ვიცი მე, მამუკა, ვიღაცა, გამიგეთ რა ხდება? ეს მასეა. იმიტომ რომ თუ გასავლელი გაივლი ყველა ვარიანტი რა. ნუ ნახოთ ახლა რა არის ბედის ნამდვილი ძრახა თქვენს ურთიერთობაში. გაღვიძება, ας მე ვფიქრობ, გაღვიძება. და კი. კი. აქ არის როგორი მომენტი, იცით, ანუ უნდა გაიღვიძოთ, ეს გაღვიძება. მაგრამ აქ არის ნახეთ როგორი ისე რა თქვენ უნდა იყოთ აქ ერთად. კი. აბსოლუტურად კი. აქ გაღვიძება. ნუ აქ ახლა მონათესავე სულები რაზე ლაპარაკი, აქ უნდა აი ეს ბიჭი მოდის თქვენთან გეუბნები, მოდის, რატო აბრუნებენ რა? ხო გითხარით, აი აქაც 10-იანი რა არის, აქ 10-იანი, აქ უკვე 2-იანი. ანუ თქვენ აი ეს წრეზე დადიხართ, გამიგეთ, გაიარეთ ერთი ეტაპი, თქვათ რაღაცა შეგასვენეს, კიდე და აი ესე გამიგეთ რა ხდება? და იმიტომ არის, რომ თქვენ ახლა აქ თითქოს ახლა კი მტკივნეული არის, მაგრამ აქ ახლა ისეთი რომ თქვათ გაუსაძლისი კი შეიძლება ესეც იყოს ორივესთვის, მაგრამ მაინც რატომღაც მოდის ჩემთან რომ უფრო რბილად გადიხარ თქვენ, ვიდრე თქვათ, აი არის ძალიან ხისტი ურთიერთობები რა, თქვენ მასე ვერ არ გადიხართ და უბრალოდ გაღვიძება მიდის და ეს ბიჭი გაღვიძებს თქვენ, აი რა ვქნა ახლა როგორც გინდათ ისე მითხრა. და არის ზუსტად ეს სიტუაცია, როცა ყველაფერს აკეთებს ეს ბიჭი, ყველაფერს აკეთებს თქვენზე, მუშაობს ეს ბიჭი თქვენ გაღვიძებაზე, იმიტომ რომ თქვენში ყურუმი უნდა გაიღვიძოს და ეს არის ისეთი უძლიერი, თუ უკვე ხართ, ესე იგი უფრო მაგარად უნდა გაგაღვიძოს, გამიგეთ, უფრო მეტი ენერგია უნდა მოგცეს ამ ადამიანმა, უფრო მეტი ენერგია, იმიტომ რომ აქ ტყუილა უბრალოდ არ არის ეს ბიჭი გამოაგზავნეს იმისთვის, რომ დაგეხმაროს, უნდა იყოთ ერთად. აქ არ არის ცუდი ურთიერთობა, არ არის. არ არის აქ ცუდი ურთიერთობა. ნუ რას ვიძახ, რა ის სულ რაღაცა ძალიან, რომ ლანძღვა გინება მიდის, არ არის ეგეთი ურთიერთობა. მოდით თქვენ რჩევა. აქ რჩევა ისეთი არის, რომ ეწინააღმდეგებით ამ სიტუაციას, რჩევა. იმიტომ რომ რაც არ უნდა, როგორც არ უნდა ჩაიკეთოთ, როგორც არ უნდა გაიქცეთ, როგორც არ უნდა გაბრაზდეთ, რაც არ უნდა იყოს, ეს არის ყველაფერი ტყუილი, იმიტომ რომ სულები მოვიდნენ აქ ერთმანეთისთვის, ეს მონათესავე სულები არიან. რა არის, იცით? ხო გითხარით, რომ ძალიან მაინტერესებს ეს თემები, სულ სწავლობ ამ თემებს ძალიან ღრმად, მოსწავლებსაც აი ამას სულ ვასწავლე ხოლმე, რომ აი გაარჩიონ რა ურთიერთობა, იმიტომ რომ არის ბევრი ნიუანსები, თითქოს ერთი და იგივე, მაგრამ არის ისეთი მომენტები, რომ აი მაინც განსხვავებული გამიგეთ და იქ უკვე სხვანაირი მიდგომაც არის საჭირო.
ხო და ამიტომ აი აქ არის ურთიერთობა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს, აი მართლა ძალიან ყარმულიდან გადაიზარდოს იმენა მონათესავი სულების სხვანაირი ურთიერთობა. იქ უფრო თბილი ურთიერთობა, იქ უფრო კი, აი ხო თქვი. აქ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა გიშლიდეთ ხელს, თქვენ მაინც ერთმანეთს აერჩევთ. არ არსებობს აქ ვაფშე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, აი ვინ არის მესამე პირები, არ აქვს მნიშვნელობა, კი იქნებიან იმისთვის, რომ ისევ თქვენ ახლა გაიაროთ და გამოცდა, მაგრამ მაინც ერთმანეთს ერჩევთ გულით, კი, ყველა ვარიანტი სიცივეა თუ რაც არ უნდა იყოს, მიდის ეს ადამიანი, მოდის ეს ადამიანი, თქვენი სულები ერთმანეთზე ანუ ტირიან, უნდათ ერთმანეთს მენტალური გაქვთ ძალიან მაგარი კავშირი, ერთმანეთს ისე გრძნობთ, რომ რა გითხრათ რა და გადის დრო და ისევ ეს ადამიანი ბრუნდება, იმიტომ რომ ისეც რა თქმა უნდა გადის თავის საქციელს, სხვათა შორის ბიჭი აბრუნებს აქ სიტუაციას, მაინც. Вот, всё, აგერ არის შანსები, აგერ არის ჩვენი გაკვეთილები, აგერ არის თქვენი სიჩუმეები, მაგრამ აქ მაინც ვერ იზავს ეს ადამიანი, ვერ კარგავს, მაინც ურთიერთობა ისე ახლდება, იმიტომ რომ ეს უკვე გადავიდა ცხოვრების სეულდანზე და ისე ეჭვიანობს, ესაც უდავი, ისე ეჭვიანობს, რომ რა გითხრა, რომ თქვენ ხართ მისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი ქალი, კი. ასეთ შემოსიხარულება, მივხვდეთ მე მგონი და მომწერეთ ახლა კომენტარებში. მივხვდეთ თუ არა, იმიტომ რომ ძალიან ღრმა გაშლა იყო, მაქსიმალურად შევეცადე რომ მომიყოლებია თქვენთვის, საერთოდ აქ რა ხდება, მაგრამ აქ არის დიდი შანსი, რომ ეს ურთიერთობა გადაიზარდოს, უშუალოდ მონათესავი სულები ცოტა სხვა ურთიერთობა, ის უფრო რბილი, მოდით ასე ვთქვათ, ურთიერთობა. ხო და ამიტომ აქ არის ძალიან დიდი შანსი, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივენი რამეს აკეთებენ იმისათვის, რომ გაიგონ რა ხდება ეხლა მათ შორის, თქვათ, რატომ ვერ მიგებ, რატომ, აი ხო ისეთ რომ, თქვათ, არა მარტო თქვათ გოგო კითხულობს და რაღაცებს მაშვება ბიჭიც, ამიგეთ რა ხდება. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან, იმიტომ რომ მარტო ერთი როცა ვითარდება და მეორე არ ვითარდება, არ ვითარდება რა ახლა, არ ცდილობს რომ გაიგოს, რა გჭირს, რა გინდა რომ გავაკეთო, თუნდაც აი ესეთ ელემენტარულ დონეზე, მერე უკვე ძნელია და თუ ახლა უკვე ბიჭიც გადის უკვე იმ დონეზე, რომ თქვათ, რამეს კითხულობს, რამე აინტერესებს, ხო? თქვათ, ამ თემებზე, ხო, ხალის ფსიქოლოგიაზე, თუნდაც, რაღაცებს იგებს და მერე უფრო ეს სულები მიდიან უკვე განვითარებაში და ხშირ შემთხვევაში გადადის სხვა ეტაპზე მაგათი ურთიერთობა და უკვე ისეთი მწარე არ არის, უფრო თქვათ, გამგებიანი სხვა ენაზე იწყებენ ლაპარაკს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თემა არის ეგ და ხო, აი ასეთი სიტუაცია და всё, მიყვარხართ ძალიან და როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.